ადამიანი სოციუმში რო გამოდის, მე ეგრე ვხედავ ჩემი გამოცდილებით, ეგრე არის, რომ ირგებს რაღაც როლს. ეს როლი შეიძლება საზოგადოებამ მისცეს და იარლიყი მიაწებოს. შეიძლება თვითონვე მოირგოს, ხო? და მერე უწევს რაღაცა დროის განმავლობაში ამ როლის შესრულება და ზოგჯერ ისე შევდივართ ამ როლში, რომ გვავიწყდება ჩვენი ნამდვილი მე ვინ არის შიგნით. ანუ მთელი ჩვენი გონება, მთელი ჩვენი კონცენტრაცია მიმართული არის გარეთ, როგორ ვიყოთ პრეზენტაბელური, რომ სამყარომ დაგვინახოს, დამინახეთ, ამას ამბობს ეგო, ხო? ეგ უნდა, რომ აშის დაკვრა უნდა, თავზე ხელის გადასმა უნდა და მილიონი კიდე საქებარი სიტყვა. და არ არის ცუდი ეგ რომ უნდა ეგოს. მე მაგას ვამბობ, რომ აი ეს ეგოს სიკვდილი და რაღაც ეგეთი ამბები არ მომწონს, მე ვერ ვიდენტიფიცირებ ჩემ თავს, იმიტომ რომ ეგო მე როცა ვმუშაობდი ეგოზე არ მომიკლავს და არც ვაპირებდი, იმიტომ რომ ეგო რომ მოკვდეს არ გაწყობს, იმიტომ რომ ვიღაც უნდა იყოს შენში, ვინც გადაგარჩენს და მინიმუმ გეტყვის, რომ ეს საშიშია, საფრთხეა შენი თავისთვის. მე მგონი რომ უნდა დამეგობრდე ამ ეგოსთან და აი ძალიან ახლოს არის იმ თვით კრიტიკასთან მიმართებაში თანამგრძნო პერსონას რო რთავ შენში ღილაკს რო აჭერ. ეგრე უნდა ჩართო ეგოსთანაც, რომ უნდა დაიმეგობრო და შენ უნდა აიღო საჭე შენმა ნამდვილ ვერსიამ.